პოლიციამ ფორმულას კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში მუშაობს, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის საბაბით აიყვანეს. მას პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა. საქალაქო სასამართლოში რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქტივისტებისა და ჟურნალისტების სასამართლო პროცესი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ნაწილს გზის გადაკეტვას, ნაწილს კი სახის ნიღბებით დაფარვას ედავებიან. ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლე კობა ჩაგინავამ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ნიღბის მაგვარი საშუალებით სახის დაფარვის გამო დაკავებულ პროგრამისტს თეიმურაზ სარალიძეს კი 6 დღიანი პატიმრობა. ნინო ბერუაშვილს, რომელსაც იმავე მუხლით ედავებოდა გამოძიება, ნიღბის საშუალების სახის დაფარვას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 დღით პატიმრობა შეუფარდა. იგივე მიზეზით დააკავეს საბა ჯაფარიძეს, რომელსაც 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. აქტივისტ თამარ თორთლაძეს კი, რომელიც 19 ოქტომბერს აქციასთან დაკავშირებით დააკავეს, მოსამართლემ 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. იყო მოსალოდნელი გადაწყვეტილება, შეასრულა მოსამართლემ დავალება, რომელიც ჰქონდა მიღებული ქართული ოცნების მიერ. ეს არის მურცუძის მართლმსაჯულების და მურცუძის კლანის და ბიძინევაშვილის მართლმსაჯულების კლასიკური სახე. მტკიცებულებების საქმეში ცხადია არ იყო, უფრო მეცაც გეტყვით მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობაც კი არ იყო სასამართლოზე. თავად მოსამართლემაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მე ვარაფერ მტკიცებულება ამჭირდება სხვა გარდა იმისა, რაც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას ჰქონდა დავალება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მაქსიმალურად მოკრებადაში მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. თქვენ წარუდგინეთ მას აუდიო ჩანაწერებში ნათლად ჩანდა ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშყოფი იყო უკანონოდ დაკავებული მთელი 6 საათის განმავლობაში. განიცდიდა სტრესს. ეს გარემოებები მოსამართლეს უნდა გაითვალისწინებინა. ასევე საქმეზე არ იყო წარმოდგენილი საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებები და ამის გამო ჩვენ ვითხოვდით 6 მოწმის დაკითხვას. თვითონ ოქმი რაც ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადახეული ოქმი შემოიტანეს, არ ვიცი ვინ ვის დაახია თავზე და შემდგომ დასკოჩილი იყო აღნიშნული ოქმი და მოსამართლეს ვეუბნებოდი, რომ ეს ოქმი რო ფალსიფიცირებული არ არის, აღნიშნულთან დაკავშირებით მაინც დავკითხოთ თქო მოწმე, მაგრამ პირველივე წუთებიდან, როდესაც ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, ჩანდა რომ გადაწყვეტილება იყო დაწერილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა. აღნიშნულის გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით კურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან. მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება. ამასთან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილიდნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამცველია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამცველ პირებს. თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ ყველა სამართალდამცველი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჰუმანური მეთოდური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა
არიან უცხოელი აგენტები, იღებენ ფულს იმისათვის, რაც აკეთებენ, შეგნებულად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვერ გამორიცხავთ იმას, რომ ამ 300 ადამიანს შორის იყვნენ თუნდაც ისეთები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და ჩვენ მათ მიმართ უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა. აქედან გამომდინარე, მოქმედებ ჰუმანურად, მეთოდურად. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა და თან ისეთი კანონიც, რომელიც 2 დღეში იყო მიღებული რამდენიმე დეპუტატის მიერ. ჰუმანურობა სადაც ჩვენებს ეს ეფექტური ზომა. ჩვენ ხედავთ, რომ ეფექტური განმარტეთ მაშინ ასე. არ იყო საკმარისად ეფექტური. ეფექტურში რა იგულისხმება? ნახეთ, კანონს ხო არ ღვევენ ყოველ დღე. კანონის თანახმად და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად არ შეიძლება ადამიანებმა გადაგეტონ ქუჩა თუ ამას არ მოითხოვს მათი რაოდენობა, ხო? არ შეიძლება კიდევ ერთხელ 50 კაცმა იძალოდოს 3.700.000 ადამიანზე, ხო? ამიტომ არის კანონი, არის საერთაშორისო სტანდარტი, ამის მიუხედავად ჯარიმები არ ყოფნიდა იმას, რომ ამ ძალიან მცირე რაოდენობით ადამიანებს არ ეძალოდათ საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას, რაც არ იყო ეფექტური, შანსდა ეფექტური ზომით, ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ პლუს სისხლის სამართლებრივი საშელის ლომჯარიებით განა, კოლექტიური ლომჯარიები 200-მდე კაცით გასხოლმე ტროტუარზე ხან 100, ხან 150, ხან 200 და ისინი ყოველდღურად წირავენ დაახლოებით 25 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის. შემდეგ გაწირავენ სისხლის სამართლებრივი პატიმრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას ვერ იქნება დიდი პერსპექტივა, ხო? კოლექტიურ ლომჯარიებს ვერ ექნებათ ვერავითარი პერსპექტივა. არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი და ისინი ამ აქციაში გახსოვდებით. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც პარტაქტივი. საქართველოს ხელისუფლებას როგორც ჩანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააჩუმოს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით. ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის დენის კრივოშეევის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პოლიციამ 10 დემონსტრანტი დააკავა. განცხადებაში ბოლო დღეებში განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები შეფასებულია როგორც რეპრესიების მწვავე ტენდენცია და ნათქვამია, რომ მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინება და დასჯაა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროპის ქვეყნების პირველი დიპლომატების მხრიდან საკმაოდ მწვავედ შეფასდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებულია. მისივე თქმით, მიუღებელია პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებზე. მან ასევე დაამატა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი ევროპულ საბჭოს საშუალებას მისცემს უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფებისთვის გააუქმოს. ევროკომისია მიმდინარე წელს მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ახალი სავიზო რეგულაციების ძალაში შესვლასთან ერთად ეს მოგცემს შესაძლებლობას გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის. როგორც იცით, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ზომას სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში. ამ დროისთვის ჩვენ ვერ შევძელით მათი მიღება, რადგან მათ ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვთ. რომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დემონსტრანტების წინააღმდეგ ეწინააღმდეგება იმ წესებს და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირში ვაფასებთ. საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს. სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახეთ, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს, ვიდრე რუსეთს. ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი. ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას. ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან.
ბოლო სამარჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებშიც საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ყველამ ძალიან კარგად იცის, სადგას ქართველი ხალხი ორჯერ ზედიზედ 1,100,000-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი აქ დღეს ქართველი ხალხი. და ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართულ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამსირზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. და ქართველი ხალხი ხოდა ერთიანობაში 1,100,000-ზე მეტი მხარდამჭერი ყავს ქართულ ოცნებას და ეს ადამიანები გამოვიდნენ მათ შორის სამხალხო მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო რომ ხედავენ ასეთი ტიპის უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ურჩევ თქვენ მიმართ თუ ელოდებით ბატონო ირაკლი ვიზა ლიბერალიზაციის ქართველი ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველი ხალხის მიერ კაფეოდ გამოხატულ ნებას. თქვენ თუ ელოდებით, რომ თქვენთვის ასევე ბიზნესმენებისთვის, რომლებიც არიან ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილები, მათ მიმართ იქნება გამოყენებული ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი. ირაციონალური გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული, ეს არ არის არავისთვის საინტერესო, ეს შემიძლია გითხრათ. ბევრჯერ თქვით და რატომ არ არის საინტერესო? ნახეთ, არა მხოლოდ ვიზების აღება აქვს პრობლემა, არამედ საერთოდ თქვენი თავისუფლება ევროკავშირში და არის თქვენს გუნდში ბევრი, მათ შორის ბიზნესი, რომელსაც აქვს საკუთრება ევროკავშირის სახელმწიფოებში, მათთვის ხომ პრობლემა იქნება? ყველასთვის არა საინტერესო. არ არის საინტერესო თუ იქნება მიღებული ირაციონალური გადაწყვეტილებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს ვერ იქნება ვერავისთვის საინტერესო. ლოგისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი იყოს იმ 1,107,000 ამორჩეველს დავაყენებდით ქალბატონ კოს სახთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან. ეს ძალიან ძიმე ყოფილა საერთო ჯამში ეს ვითარება მაშინ. ეს ერთი, მეორე, დღემდე ქალბატონ კოს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ ისინი არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადების დაფინანსებას და თავზე ხელის გადასმას, მანამდე რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისეულობა და სხვა არაფერი. ჩვენ რასაც ვაკვირდებით სამწუხაროდ არის ის რომ ელინა ვალტონენი, ქალბატონ მინისტრი ყალიბდება ევროპელ ჯო ვილსონად. რაც შეეხება ცალკეული პირების საქართველოსადმი კრიტიკულ განცხადებებს, მე ყველას ურჩევ რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ, რომელმა უცხოელმაც გადაწყვიტა რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა, ისინი ზოგი პენსიაზე გავიდნენ, ზოგმა დაკარგა თავისი მანდატები ადგილობრივ არჩევნებზე. და ალბათ ეს ბევრ ამაზეც მეტყველებს იმაზე უპირველეს ყოვლისა, რომ ისინი საღად ვერ აფასებენ მიმდინარე მოვლენებს. საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება გამოყენების ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები გ.ა. და ფ.დ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის რაფაელოს და იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 10,000 ერთეულზე მეტი იაკობს მონარქის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,400 ერთეულზე მეტი რაფაელოს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე ჭხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებული იქნა ყავა იაკობს მონარქის და კარტ ნუარის სასაქოლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული კინდერ შოკოლადი, იაკობს მონარქის და რაფაელოს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე გააძევეს, გაძევებული არიან ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, კანადის, კოტ-დიუარის და რუმინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს, მას ბრალიედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანაში. სამართალდამცველება სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფის ტერიტორიაზე ბრალდებულის შემოწმების შედეგად 3 შეკვრად დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა პაატა ტურავამ, რომელმაც ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა პროფესორმა გერარდ კრამერმა და კიოს კანცლერმა ლევან კოპალიანმა. ეს საგანმანათლებლო პროექტი უკვე საკმაოდ ხმამაღალ სიტყვას ამბობს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ძალიან ბევრი უნიკალური პროექტი დაწყებული, რომელიც განხორციელების სტადიაშია და მისი როლი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აღნიშნავთ 5 წლის იუბილეს. ეს არის წარმატებული 5 წელი, რაც ნიშნავს წარმატებულ კურსდამთავრებულებს საერთო ბაზარზე, რაც ნიშნავს ახალ სამაგისტრო საბაკალავრო პროგრამებს, მეტ საერთაშორისო თანამშრომლობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების ხელმძღვანელები, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, კიოს ქართველი და უცხოელი პროფესორები, აღმასრულებელი საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები. ვამაყობ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვარ. ეს უნივერსიტეტი არის უნიკალური ინიციატივა, რომ საქართველო აკადემიურად გაიხსნას მთელი მსოფლიოსთვის. თავაზობთ უმაღლესი დონის კურსებს. მოხარული ვარ, რომ დღეს 100-ზე მეტი ახალი კურსდამთავრებული გვყავს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საკვანძო ინიციატივა საქართველოსთვის, ვინაიდან ეს არის პირველი მართლაც, რომ საერთაშორისო ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი საერთაშორისო კონტექსტით და სტანდარტებით. უკვე დავასრულე ბაკალავრიატის საფეხური და სწავლას მაგისტრატურაზე ვაგრძელებ. კიევში გატარებულმა 4 წელმა მომცა ძალიან დიდი კარიერული შესაძლებლობები და არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარჩვევები ჩემწინა. მინდა ვთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა არა მხოლოდ აკადემიური ხარისხი, არამედ აი ცხოვრებისეული გაკვეთილი. აქ რა თქმა უნდა მაღალი სწავლების დონე იყო, მაგრამ ამასთანავე იყო ყველაფერი, რაც სტუდენტის ცხოვრებაში შეიძლება გამოადგეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. კიუ ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში. კიუ სტუდენტები სასწავლო პროცესის პარალელურად მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებში. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების
უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას.